საქართველოს შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი ფაქტორი მაინც იყო და რჩება რაღაც დონეზე მაღალი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე. ჩვენ ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა გამოკითხვების ბიზნეს სექტორთან მიმართებით აჩვენებს, რომ სამუშაო ძალის ნაკლებობა, განსაკუთრებით კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა არის top 3 პრობლემა და ერთ-ერთი ამ შემთხვევაში დამსაქმებლებისთვის და შესაბამისად ეს ასე ვთქვათ სავაჭრო ძალა ასე ეძახიან ინგლისურად ასე ვთქვათ დაქირავებით დასაქმებულების უფრო გაზრდილია, მათ აქვთ უფრო მაღალი მოთხოვნები ხელფასთან დაკავშირებით და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც აი ამ გაზრდილი სახელფასო მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობის წინაშე დგება დამსაქმებელი. ხანდახან ამას ახერხებს, ხანდახან ვერ ახერხებს, აქაც საინტერესო შედეგები აქვს სხვადასხვა გამოკითხვას, მაგრამ ეს იყო მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე მაღალი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე, რაც საჭიროების წინაშე აყენებს დამსაქმებელს, რომ გაზარდოს ხელფასი ან ახალ თანამშრომელს აყვანინ უფრო მაღალი ხელფასის შესთავაზოს. ერთსაც დავამატებდი, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩემი აზრით ეს არის ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და ასევე გაზრდილი შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების დასაქმდნენ და ასე ვთქვათ ონლაინ რეჟიმში იმუშაონ უცხო ეთში და შესაბამისად ამ შემთხვევაში რადგანაც გაუჩნდა დასაქმების მსურველების ერთ ნაწილს შესაძლებლობა რომ უცხოეთში მოიძიოს სამსახური ფაქტიურად როდესაც საუბარი არის შედარებაზე რომელი დასაქმების შესაძლებლობა არის მისთვის უფრო ხელსაყრელი, საინტერესო ის უკვე გლობალურ სამუშაო ბაზარს და იქ არსებულ ხელფასებს უყურებს და აქედან გამომდინარე იძულებული ხდება ხშირ შემთხვევაში ქართველი დამსაქმებელი ან საქართველოში ოპერირებადი კომპანია რომ უფრო გაუზარდოს ხელფასი დასაქმების სურვილს. ამ ორ ფაქტორს გამოვარჩევდი უპირველეს ყოვლისა. ვისაუბროთ კვლავ ხელფასებზე, როგორც საქსტატი იუწყება, კომუნიკაციები არის ერთ-ერთი და ტექნოლოგიები ყველაზე მაღალშემოსავლიანი სფერო. თუ იცვლება ეს სტატისტიკა ბოლო წლების განმავლობაში, სად არის ყველაზე მაღალი, რომელ სფეროში არის ყველაზე მაღალი ხელფასები დღეს საქართველოში და რომელი სფეროებია, სადაც ყველაზე ნაკლებს უხდიან დასაქმებულებს? კარგი კითხვა, მადლობა მაგდა. ერთსაც დავამატებდი უბრალოდ ზოგადი შეფასებისთვის და მე გადავალ თუ შეიძლება მაგ კითხვაზე. ზრდა გვაქვს საკმაოდ შთამბეჭდავი, ანუ მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში უფრო მაღალი იყო, 8.5% მაღალი მაჩვენებელია განსაკუთრებით დაბალი ინფლაციის პირობებში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზრდის ტემპი არის მნიშვნელოვნად კლებადი. მე სპეციალურად გადავამოწმე და შარშან ზრდის ტემპი იყო 15.5%, შარშან წინ იყო 21%-ზე მეტი, რაც რეალურად ნულთან ახლოს არსებული ინფლაციის პირობებში ძალიან შთამბეჭდავი იყო. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ეს ზრდის ტემპის კლების დინამიკა გაგრძელდება და წელს უკვე ძალიან გაჭირდება, რომ მივიღოთ ასეთი შთამბეჭდავი ზრდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ინფლაციის მაჩვენებელი იზრდება, მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ხელფასების ზრდის დინამიკა უფრო ერთ ადგილზე იქნება 25 წლის განმავლობაში, ვიდრე გააგრძელებს მნიშვნელოვან ზრდას. რაც შეეხება სფეროებს, აქ ყავს ასე ვთქვათ, რამოდენიმე ლიდერი სექტორი, რომელიც ბოლო წლებია ინარჩუნებს ამ პოზიციებს, ეს არის საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაციები, ეს არის საფინანსო სექტორი და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანი ზრდა არის ეკონომიკაში სამშენებლო სექტორში, აქ ამ სექტორში ხელფასები განსაკუთრებით სწრაფად იზრდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ანუ ეს სამი ლიდერი მიმართულება გვაქვს, სადაც ზოგ შემთხვევაში ორჯერ უფრო მაღალიც კი არის, მაგალითად თითქმის ორჯერ უფრო მაღალი არის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით საშუალო ხელფასი, ვიდრე ზოგადად ყველა მიმართულებით და რაც შეეხება ყველაზე დაბალ ანაზღაურებად სფეროებს, აქ სამწუხაროდ განათლება არის
ასე ვთქვათ, ცუდი გაგებით ლიდერი და განათლების სფეროში ანაზღაურება ბოლო წლებია ან ყველაზე დაბალია, ან ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და მნიშვნელოვანი მიზეზი ამის არის, რომ ხელფასები, რომლებიც აქვთ პედაგოგებს სკოლებში, განსაკუთრებით საჯარო სკოლებში, მიუხედავად მათი სიმბოლური ზრდისა, მაინც ძალიან დაბალია და შესაბამისად ეს არის უპირველესი ფაქტორი, რის გამოც, ასე ვთქვათ, განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის სიტუაცია მნიშვნელოვნად ცუდია და არ უემჯობესდება და ვერ მიჰყვება იმ ტემპს, რამე ტემპსაც მაგალითად აჩვენებდა ლიდერი სექტორები ხელფასების მხრივ. გიორგი, აუცილებლად მინდა გკითხოთ გენდერულ ჭრილზე 875 ლარი და 30 თეთრი. ამ თანხით მეც გამოიმუშავებენ საშუალოდ კაცები ქალებთან შედარებით საქსტატის მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალზეა საუბარი, თუ შევადარებთ 2023 წლის იგივე პერიოდს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ხშირად არაერთი მიზეზი სახელდება, ერთ-ერთი ის, რაც თქვენ ახსენეთ წეღან მაგალითად ის, რომ განათლების სფეროში არის დაბალი ხელფასები და ქალები არიან უმეტესად ამ სფეროში დასაქმებული, თუმცა ზოგადად რა ახდენს გავლენას იმაზე, რომ უკვე მრავალი წელია ეს საკმაოდ დიდი სხვაობა ქალებისა და კაცების ანაზღაურებას შორის ფაქტიურად არ მცირდება და მუდმივად არის ეს სიტუაცია. ძალიან კარგი გადასვლა მაგ და იქიდან გამომდინარე, რომ უპირველესი მიზეზი აი ამ ეგრეთ წოდებული gender gap-ის არის ის სფეროები, სადაც არიან მამაკაცები და ქალები დასაქმებულები და იმ სფეროებში ხელფასების სიმცირე არის მთავარი ჩემი აზრით ფაქტორი, სწორედაც აი ამ მაღალი განსხვავების. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად სკოლებში და ბაღებში აბსოლუტური უმრავლესობა არიან ქალები, დასაქმებული როგორც მასწავლებლები და შესაბამისად დაბალი ხელფასები ამ პროფესიაში არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, კონტრიბუტორი, რატომაც გვაქვს მაღალი gender gap-ი. იგივე შეიძლება ითქვას ეგრეთ წოდებულ ICT სექტორზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროზე, სადაც პირიქით ხშირ შემთხვევაში აბსოლუტური უმრავლესობა ამ სფეროში მომუშავე ადამიანების არიან მამაკაცები და აქედან გამომდინარე ამ სექტორებში მაღალი ხელფასები და მაღალი ზრდა ხელფასების იწვევს იმას, რომ ეს ეგრეთ წოდებული gender gap-ი კიდევ უფრო მიზდება, ამიტომაც ეს ნაწილი ახსნადია და დაკავშირებული არის უშუალოდ იმასთან, რომ თუ რა პროფესიებში არიან ძირითადად დასაქმებული ქალები და მამაკაცები და რაც შეეხება მეორე მიზეზს, აქ მე მგონი უფრო ფუნდამენტური პრობლემა, ეს არის საფეხურები, რა საფეხურებზეც ხდება ასე ვთქვათ დაკავება პოზიციების გენდერულ ჭრილში, აქამდე საქართველოში ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევა, რომ ასე ვთქვათ ტოპ მენეჯმენტის პოზიციებზე ძირითადად ისევ არიან ძირითადად მამაკაცები დასაქმებულები და შესაბამისად აი იმ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად სეგმენტში ან თუნდაც საშუალო მენეჯმენტის რგოლში ძირითადად ხდება მამაკაცები და ესეც არის კონტრიბუტორი არსებული gender gap-ის. უბრალოდ ვიტყოდი, რომ მის გათვალისწინებით რომ აქ საუბარი არის დაახლოებით მილიონ ადამიანზე, უფრო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი მგონია აქ სწორედ ეს პროფესიების საკითხი, ვიდრე ის, რომ მაგალითად ტოპ მენეჯმენტში ჯერ კიდევ დაბალი პროცენტული წირი უკავიათ ქალებს. ესეც პრობლემა, მაგრამ მე მგონი, რომ მთავარი კონტრიბუტორი მაინც აქ იქნება პროფესიები, რა მიმართულებითაც ირჩევენ კარიერას ახალგაზრდა ქალბატონები და მამაკაცები და შესაბამისად თუ გვინდა ცვლილება, აქ უნდა მივიღოთ, ესე ვთქვათ, აქ უნდა მოხდეს რაღაც ცვლილებები, რამაც მე უნდა მოახერხოს ეგრეთ წოდებული gender gap-ის შემცირება. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ასევე საქსტატის თანახმად საქმიანობის სახეების მიხედვითაც კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. მაინც სექტორებშიც არის სხვაობა, თუნდაც ერთი და იგივე ადგილას დასაქმებული კაცების და ქალების შემთხვევაში. მაგრამ
კი მოყვებით აბსოლუტურად. აი მან უკვე მე ვფიქრობ, სწორედ აი ეს პოზიციებიდან გამომდინარე განსხვავებები არის, რომ მამაკაცები უფრო არიან, ასე ვთქვათ, მენეჯმენტულ ნაწილში უფრო ანაზღაურებად პოზიციებზე, რაც აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ გამოწვევას წარმოადგენს და სასურველია დროთა განმავლობაში ეს შეცვალოს.